მე გახლავართ ნანა თევდორაძემ და პირდაპირ ეთერში დაიწყო გადაცემა, რომელსაც სახელად ეწოდება შუადღე ქუთაისში. მაქვს პატივი დღევანდელი დღეც გავატაროთ თქვენთან ერთად, ვიმუშაოთ თქვენთვის და სასიამოვნო განწყობაც შეიგიქმნათ. ამინდის თვალსაზრისით არც არაფერი შეცვლა, ისევ და ისევ სოცხიანი და წვიმიანი ამინდი გვაქვს ქუთაისში და ვგონებ იდენტური სურათი ამ ხრივ სრულიად საქართველოში. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ძალიან დიდი პატივისცემით, ზვიად ენდელაძე გვეწვია, ჩვენი ძვირფასი ფეხბურთელი, რომელსაც 60 წლის იუბილე შეუსრულდა, თუმცა ერთი დღის დაგვიანებით ვფიქრობ, ბატონო ზვიად არ გაგვინაწყენდებით თუ მონაწილეობ გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით, რომ რამდენიმე წლიანი ისტორიას იცვლის ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას. როგორ ბრძანდებით, თავს როგორ გრძნობთ? მოგესალმებით ქუთაის, დიდი მადლობა, კარგად ვარეს. მსახურები ისევ ფეხბურთს, ამაში ვარ ბედნიერი, რომ ბავშვთა ფეხბურთს ვმსახურები. სასაუბრო ფიქრობ ძალიან ბევრია და ერთი გადაცემა რამდენად ეყოფა ფეხბურთს თქვენს კარიერას. ბავშვთა ფეხბურთზე საუბარს არ ვიცი, მაგრამ ალბათ გამოყავთ ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდს და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ თქვენს განვლილ გზაზე. ყველაფერს თავისი საწყისები აქვს, შესაბამისად მოდი ისევ და ისევ ვიმოგზაუროთ ბავშვობაში და როგორი იყო ხაბენ დროის ბავშვობის, ესე რომ თქვა, საფეხბურთო მოგონებები და ვინ შეგაყვარათ ფეხბურთი? თავის დროზე, როცა ადიგენში დარბოდით ალბათ. პატარა ზვიად თავისი ოცნებები ჰქონდა მაშინ. ყველას ოცნებები, მაინც გასართობი არ იყო და ყველა ფეხბურთს თამაშობდით. ყველა დღე და ღამე ფეხბურთს თამაშობდით. და მიყვარდა დინამო თბილისი, მაშინ დინამო თბილისი იყო და ვლადიმერ გუცაევი იყო და ის იმის თამაში მომწონდა. და იქიდან შემიყვარდა ფეხბურთი. და თქვი რომ შეიძლება მეც ვთამაშო ფეხბურთი თქვა და გავყევი მეც ფეხბურთს. გავყევი ფეხბურთს 12 წლის რო გავხდი, მამაჩემმა და ჩემმა მამიდაშვილმა თბილისში იყო დანის სპორტული სკოლა. და იქ წამიყვანეს რომ თუ ჩავაბარებდი და მოხდა ისე რომ ჩავაბარე. და რა ტიპის გამოცდა, რა უნდა ჩაგებარებინათ რომ იყო სირბინები, იყო ხტომა, იყო ბოლოს იყო ფეხბურთი. დიახ. და ყველაფერი როგორც ძველებურად ამოთ 5-იანზე ჩავაბარე და მოხდი აკადემიაში. ეს რამდენად სასიხარულო იყო, იმდანაც შეიძლება ყოფილიყო მტკივნეული, იმიტომ რომ ალბათ რთული იქნებოდა, ხო, განშორებოდით მშობლიურ კედლებს და წასულიყავით დიდ თბილისში. მაგი თავიდან პატარა რო ვიყავი, აი როცა ჩავაბარე, მაგი ვერ გავიაზრე. და ის მინდოდა რომ წამოვედი სოფლიდან, რომ მინდოდა რომ მოხდარიყავი, რომ სოფელში არ ეთქვათ, რომ ვერ მოხდავ. და რომ ჩა ყველაფერი და დაგვიძახეს და დავიწყეთ სწავლა, აი მაშინ გაგვიჭირდა. გაგვიჭირდა მშობლები, დედმამიშვილები, სოფელი და შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ მშობლები. ჩამოდიოდნენ მშობლები, გნახულობდნენ და რომ მიდიოდნენ, ჩუმად გავიდოდით და რა ვტიროდით, რა ვერ მეგუებოდი. რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ნოსტალგიები? ეს იყო, როგორ გითხრათ ახლა, ფიქრობდი, როდის მივიდოდა შემოდგომის არ დადაგები, ნოემბერში რო იყო. რო წავალ, მეთქი რო წავალ სოფელში აღარ წამოვალ, ვეტყვი რომ მშობლებს რომ აღარ მინდა თქვა. და მოხდა ისე რომ დაგვითხოვეს წავედი სოფელში და ბოლო დღეა რა და მამაჩემი და მამიდაშვილი ჩემი არიან ერთად და გამოვედი და განუცხადე რომ მე არ მოვდივარ თქვა. და რაო მამამ და მამაჩემ არაფერი არ მითხრა, მამიდაშვილმა მომკიდა ხელი, წამოდი რაღაცა ვილაპარაკოთ. ამიყვანა მთიანი სოფელია და მანახა რომ ყურე აქ არის სოფელი, რომელსაც უნდა თოხი, ბარი, ძროხა, ყველაფერი უნდა მოკიდო ხელი და იცხოვრო ერთ ჩვეულებრივი ცხოვრება. და ჩვეულებრივად იქნები აქ და გიყვარს ფეხბურთი და ჩემი აზრით უფრო ფეხბურთის გააგრძელება. და დავფიქრდი რომ სწორს მეუნებოდა. და იმხელა დონეზე ვიყავი ფეხბურთზე შეყვარებული, რომ აი ის სიყვარული დავთმე დედის და მამის სიყვარული, დედმამიშის სოფლის სიყვარული. აი დავთმე რომ მე ფეხბურთს მეთამაშე. ბევრი ჯავლობდი, მაგრამ უფრო მეტმა გადამწია ფეხბურთის სიყვარულმა. და მიზანი რა იყო მაშინ? ანუ რა მიზნისთვის უნდა მიგეღწიათ, რომ ის სიყვარული და განშორება, რომელიც მაშინ ტკივილს გაყენებდათ, დაებალანსებინ? ანუ საკუთარ თავს რა მიზანი დაუსახეთ?
საკუთარსთან დაუსახე, რომ რამინდა იცი ვითამაშე, რომ აი ფეხბურთი მაშინ დინამო ოცნება იყო, ტორპედოც დიდი გუნდი იყო ის. რომ ვითამაშო ფეხბურთი, რომ ჩემი აი სოფლის ხალხი, ვინცაც უყვარდი, გამეხარებია და მეც მე სიამოვნა. აი სიამოვნებას ღებულობდი საერთოდ ფეხბურთის თამაშით რა. დიახ. და რომარა მამიდაშვილი შეიძლება და მცდარი გადაწყვეტილებაც მიიღოთ. ანუ რაღაც კარგი თვისებებით გამოირჩეოდა როგორც ჩანს, რომ რაღაც ერთი მცირე დიალოგით მოახერხა, რომ არ მიგეტოვებინათ საფეხბურთო ცხოვრება. ხო, მაშინ როგორც ახლა თაობა რომელიც რომ ვერ ეტყვი, ვერც ესეთი თაობა მოდის და მაშინ უფრო რა იცი, ცოტა მკაცრი იყვნენ რა, რო გეტყოდნენ, მაგრამ მასე არ მომიდგენ. ჩვეულებრივად, ნორმალურად გამიყვანა, დამანახა ჩემი თვალით, გამააზრებია ყველაფერი, რომ აი რა იქნებოდა სოფლის ცხოვრება და რა იქნებოდა ფეხბურთის თამაში. და დიდება იყო სპორტის, აი რაღაცა ვითამაშე რა. პატარა ისტორია დავწერე. მადლობა რომ გავაგრძელე ფეხბურთი და მადლობა უფალს რომ მაშინ ხელი შემიწყო და გავაგრძელე ისტორია ფეხბურთის სამყაროში. აი როცა პირველ ნაბიჯებს გავდით ფეხბურთში, ის პირველი მწვრთნელი ვინ იყო, ვისაც გაიხსენებთ, რომ თქვენზე დიდი ამაგი აქვს? ჩვენთან 12 წლამდე მწვრთნელი არ მყოლია. სოფელში დავარბოდით. ხო, თამაშობდით. ხან ქვებს დავალაგებდით, ხან ჯოხებს იმას, მერე 3-3-ზე, 5-5-ზე, 2-2-ზე. მერე სოფლის მერე ზედა ქუჩას უძახოდით, ზედა ქუჩას იმას ხვდებოდით, ვითამაშებოდით და აი რო ჩავაბარე იყო თეგის ხვადაგიანი. თბილისში რო ჩავაბარე, მადლობა იმას, მასწავლა რა ფეხბურთს თამაში, როგორ უნდა მეთამაშა ფეხბურთს თამაში. დღეს ბავშვთა ფეხბურთში ხართ ხო? მწვრთნელი ხართ, აგერ უკვე 10 წელს ითვლის თქვენი სამწვრთნელო კარიერა ბავშვების კუთხით. ანუ რომ გაიხსენოთ ახლა ის თქვენი პირველი ნაბიჯები და მიდგომები და თანამედროვე რა არის შეცვლილი და რა არ შეიძლება იყოს იდენტური? აი ჩვენ დროს და ახლანდელ დროს ჩვენთან სად იყო ის ინფრასტრუქტურა. ასა შედარება. ხანდახან აი ფიშკები და ისინიც იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი აქვს ბავშვებს. მწვრთნელები ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ ბავშვებს რო ასწავლო. არიან ნიჭიერები, სწავლობენ, მაგრამ პატარა ზარმაცები, სიზარმაცე. რაში გამოიხატება მათი სიზარმაცე? ეს დავაბრალოთ, ყველა ვაბრალებს ტელეფონს. დაძინება არ უნდათ. ტელეფონში ერთობიან. აი ქუჩაში ზოგადად არ თამაშობენ ფეხბურთს. საერთოდ ქუჩის ფეხბურთი, აი ქუჩის ფეხბურთი ძალიან ბევრ ანბანი აი 100% ანბანი არის ფეხბურთის დაწყებით. ყველაფერს თითქმის 90% იქ სწავლობს, რომელიც ახლანდელ თაობას გამოვლიან რაღაცას, ანწყობ წეი თამაშებენ და მე აღარ თამაშობ. და ჩვენი თაობა დღე-დაღამე ვიზახავდნენ, შემოდი ისწავლეთ, სწავლობდით, კიდე გავმოდით და სულ ფეხბურთს თამაშობდით. იქ ფეხბურთის გარეშე კიდე იმას თამაშობდით, ბევრი სათამაშოები იყო, რასაც დღეს კოორდინაციას ვასწავლით, ის მასაც იქ ღებულობდით, აი თამაშებში იყო ძალიან ბევრი თამაში, რომ ის მიგვიყო. და ღებულობდით. კი, ყველაფერი ალბათ რომ გადავაბრალოთ მობილურ ტელეფონებს და ინტერნეტს, უსამართლობა იქნება. ამ შემთხვევაში თუ კი დღეს უნდა ბავშვამ წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, მშობლების ჩართულობა და ოჯახის როგორ უნდა გამოიხატებოდეს, ხო შეიძლება თქვენგან წავიდეს ვარჯიშიდან და შემდეგ ლოგიკურია სახლში ატარებს დროს, ანუ მათი ჩართულობა, ეს ზედამხედველობა როგორ უნდა გამოიხატებოდეს, თუნდაც აი ძილის რეჟიმი და მარტივი ანბანი როგორი არის დღეს საწყისები ფეხბურთში? აი რეჟიმი რას მოიცავს? რეჟიმი მოითხოვს აი ძალიან ხშირად მწყოლი მქონია აი მშობლებთან აი ლაპარაკი რომ თქვენ გიჯერებთ და უთხარით რომ ტელეფონი 11 საათი არ იხმარო. მაგიმ როგორც გითხრა აი ზოგადად რომ თქვა მაგიმ ასე არ ხდება. ამიტომ ბავშვს უნდა აინტერესებდა, მშობლებსაც უნდა აინტერესებდეს რომ აი უნდა დაინტერესოს რომ ბავშვო ეს რომ ღამის ძილი არის ყველაზე უძილობა არის ყველაზე ცუდი. და ხანდახან ხუმრობით ვეუბნებოდით, მშობელი ხარ, გამოვართვი ტელეფონი, შენ ოთახში დადე და ბავშვს თხოვე რომ აი შვილო მწვრთნელი ამდენს რომ გელაპარაკება, ამდენს რომ შრომულხარო, დაუჯერე მწვრთნელს და გაყევი ფეხბურთს. ეს აუცილებელია, ეს უნდა უხსნას, ესაა ცუდი, ესაა კარგი. ჩვენ მწვრთნელები ჩვენ საქმეს ყოველთვის კარგად ვასრულებთ რა. და ამ დროს მშობლებიც უნდა გვეხმარებოდეს. და აქ დაჯერება თუ არ დაჯერება, თავად პრობლემა იციან რა.
ჩვენს ნაკრებს თუ გადავხედავთ დღეს ფეხბურთელები და მათი წარმატება ევროასპარეზზე იმ კლუბებში და გრანდებში სადაც დღეს ისინი თამაშობენ და რომელთა ღირსებასაც იცავენ ბავშვებში ალბათ გაზარდა ხო დაინტერესება ფეხბურთელებში და მათ ყავთ თავიანთი კუმირები თუმცა ალბათ ხშირად ცდებიან რომ სხვისი გაკეთებული საქმე ყოველთვის იოლად გვეჩვენება ხო აი მაგალითად რის ხარჯზე იცავს მამარდაშვილი ლივერპულის ღირსებას ან ხვიჩა კვარაცხელია ეს ყველას აი ორივეს თავისი ნათქვამი და მონაყოლი აქვს და სულ თაობას ვეუბნები აი ბიჭებს ვეუბნები ჩემოსწავლეებს ვეუბნები ნახე მაუსიმნეთ წაიკითხეთ აი ტელეფონში ყველანაირად წერიათ ინფორმაცია აი რის ხარჯზე ნახე როგორ დიდ ხარჯზე დიდი შრომით ყველაფერი აი მამარდაშვილი ყობა რომ 10 საათის მერე ლოგინში ვიყავი კვარაცხელია ყობა დღე და ღამესაც ფეხბურთს თამაშობდი აი რატო ახალგაზრდა ხო უნდა ის ამხელა ფეხბურთელები რო ყავს აი რის ხარჯზე დავიდათ და რამდენი შრომა დავიდათ რომ იქ მეეღწიათ ხო და ამას რატო არ კითხულობენ ხო მაგრამ კითხულობენ მაგრამ მაინც არ უნდათ რომ იმდენი არ თუ რა ვიცი უყვართ ფეხბურთი მაგრამ გამოდის რომ აი შრომა და გართობას შრომა ხო შრომა იშრომებენ და მაყოფილდებიან პატარა შრომით და გართობისკენ უფრო იწევენ რა რადგან ვახსენეთ მამარდაშვილი და კვარაცხელია მოდით გუშინდელ რაღაც ისტორიულ და ძალიან საინტერესო მატჩებს ვისაუბროთ ხო შემთხვევითობა ნამდვილად არ არის რომ ეს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს როგორ ელოდებოდით ამ შეხვედრას და ალბათ რთულია ხო ერთი გაიმარჯვებს გეტკინება და გაგიხარდება და პირიქით ამასე იყო ზუსტად ეგრე იყო რაფერ თქვი ახლა შეიძლება ეს ახლოს არის ხვიჩა და გოჩარვა ხო არც აი უყურებდი და ყვარას რო გეიტანა და იმ როგორია იმის მეტკინა და ქართველები ვართ რა ხო და როგორ თქვა რთული იყო მაგრამ ფეხბურთი არა ფეხბურთი საერთოდ მოწინააღმდეგეები 800 ნათქვამი ძმას არინდოსო და 100 ფეხბურთში რა ბატონო ზვიად მამარდაშვილი სწორ ადგილზეა ანუ ლივერპულს გულისხმობ ამ შემთხვევაში როგორ ანუ სწორ კლუბშია ამ შემთხვევაში მამარდაშვილი როგორ ფიქრობთ თქვენ გადაწყვეტილებით ახლა ლივერპული ხელა გრანდი გუნდია საერთოდ ფეხბურთელი ზოგადად ისე მიყავს ყველანაირად ამოწმებენ არ არის ეს მაგალითად და გადამოწმებული ყავდა ალბათ მომავლის მეკარია და იმედია რომ ასე იქნება მეც მე მჯერავს რომ ასე უნდა იყოს რა კი პოტენციალი გვაქვს აშკარად ასე რომ ალისონს როგორ ვუსურვოთ ახლა ხშირი ტრამვიანობა ისე წაწუხებს ხოლმე და განიცდის მაგრამ იშრომებს და მე მგონია იმდენ შრომობს მამარდა რომ ყველაფერი მოყვება გამართლებით და წარმატებული იქნება. კარგით, და საკმაოდ თავმდაბალია. ალბათ ეს თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო. ის ამბობს ხშირად, რომ აი ელოდება და უცდის თავის დროს. ანუ ზედმეტი თავმდაბლობა სპორტში კარგია. თუ აი რა თვისებები სჭირდება კარგ ფეხბურთელს იმისათვის, რომ დაიმკვიდროს ადგილი, ანუ თვისებები, რომელიც ეხმარება. მე ჩემი გადასახედიდან იმას ვიყვის, ზოგადად რომ რაც უფრო მაგარი ვიყავ, უფრო თავმდაბალი ვიყავ. ასე და უფრო მომწონდი ხალხსაც, ფეხბურთელებსაც და ყველას. ხო, მაგრამ ეს ხო შინაგანი იყო და ხომ არ თამაშობდით, ანუ თქვენ პიროვნულად ასეთი ხართ. თავმდაბლობას ხო ვერ ითამაშებ? თავმდაბლობით ვერ ითამაშე, რო გადიხარ სტადიონზე, იქ უკვე თავმდაბლობა იქ გამორიცხულია. იქ უკვე ყველანაირად უნდა იყოს შემართებით, რომ ყველანაირად მომზადებული, რომ რაც შეგიძლია მაქსიმალური გააკეთო და ითამაშო, რომ თამაში მოიგო, ჩემ შემთხვევაში გოლი შეაგდო. კარგით, მოდით დავიწყოთ ახლა თქვენს კარიერას გადავხედოთ. ორჯერ ახსენეთ, რომ მინდოდა დინამო თბილისის და ქუთაისის ტორპედოს ღირსება დამისვა. აი, როგორ განვითარდა თქვენი საფეხბურთო კარიერა და ის კლუბების, რომელთა ღირსებას თქვენ იცავდით? როგორი იყო მათი ჩამონათვალი და თქვენი პირველი კლუბი? ჩემი პირველი კლუბი, მე რო დავამთავრე გდანის სპორტ სკოლა დავედი ეს ადგილში რა ჯარმა მომიწია. დიახ. ჯარმა მომიწია და მაშინ კომუნისტების დროს იყო და ვერანაირად ვერ იმაჩქნიდი, ვერ დარჩებოდი. და ჯარი მოვიარე. დიახ. ჩამოვედი იქიდან
და გავაგრძელე ზარზმა ადინგენში, იქინა დავიწყე. რომ მეთქი ფეხბურთის გარეშე ჩემი არ შეიძლება. და ამ დროს იქ მწვრთნელი იყო ნიაზი ქვიოდა, რომ ვეტერანები ჩამოდიოდნენ დინამოს ვეტერანები და რაგაც ვეთამაშეთ დინამოს ვეტერანებს სამი ვითამაშეთ, ორი ბურთი შევაგდეთ და აცხონა უფალმა მისი სული გივინოდია იყო და მეტალურგში დამიძახა. დამიყვანა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში მეორე ლიგაში. დიახ. და იქ ვიშრომე და თამაშობდი და მე გამოვეყავით დეიშალა საბჭოთა კავშირი და გავაგრძელე სამის ბაღდადში. სამის ბაღდადში გავაგრძელე ვითამაშობდით მემზადე და ცოტა დაბალი ლიგაში იყო სამის ბაღდადი. და იქ მურთასხუთილავა იყო სამტრედიაში. და თვალი დაგადგათ? ხო, თვალი დამადგა და გადამიყვანა სამტრედიაში. და თამაშობდი სამტრედიაში. იქიდან დაიწყო ვიში ლიგაში ჩემი კარიერა. როგორ იხსენებთ ამ წლებს? გულშემატკივრებზე მიამბეთ. აი, გულშემატკივრები იყო, არ ვიცი, ძალიან ყველა თამაში სამტრედიაში თითქმის იხსებოდა რა და ვალეშიკოვაც იცოდნენ, გვერდში გვიდგა. და ავიხსენებ სამტრედია ლანჩხუთის თამაში, ლანჩხუთი მიღე. რა მოხდა ამ თამაშს? ამ თამაში სულ გადაჭედილი იყო ხალხი და მოვიგეთ 4-2. ორი ბურთი შევაგდე მე. და არ მიყვარს ტრაბახი და თელი 5000 მაყურებელი იძახოდა ზვიადი. მაშინ იყო ზვიადი პრეზიდენტი. და მეც რომ ავყევი ხარ ზვიადი იმან მითხრა, მურთასხუთილავა მითხრა, გაჩერდი ფეხბურთი გააგრძელე თამაში. შეხვედით აზარში? აზარჩევდი, ხო. და ეს იყო ბედნიერი ვიყავი რა, რომ ამ ხელა ამდენი მაყურებელი შენ სახელს იძახის. ალბათ ემსახურენ, თორე ისე ვალეშიკოვა შეფასება იცის. დღეს ტრიბუნები ცარიელია, ვისაუბროთ ჩვენს ჩემპიონატზე. რამდენი გოლიც არ უნდა შეაგდოს ახლა თავდამსხმელმა, თუ კი მას გულშემატკივრის ხმა არ ესმის, თუნდაც არ დატუქსავს, ან თუნდაც ხოტბას არ შეასხამს, ფეხბურთს რაიმე აზრი აქვს ამ კუთხით? ფეხბურთელი, აი, მას გავიხსენებ, ის რო იყო კორონავირუსი. ჩემპიონთა ლიგა და ისინი რო იყო, რო ტარდებოდა ვალეშიკოთ. მეგონება, აი, ფეხბურთის იმაში ვერ შედიოდი რა. და ფეხბურთი უბალეშიკოთ არ შეიძლება. იბალეშიკი გამხნევებს, ვერჩი გიდგას. აი, უფრო და მეტი რა იცი, უფრო არ გინდა რომ თავჩაყრული გამოხვიდო რა, ითამაშო რომ აი დადო. იციან ბალეშიკებაც ზოგადად ფეხბურთი გიგა და შეიძლება წააგო, მაგრამ იბრძოლო და შენზე ძლიერი გუნდია. პასუხისმგებლობას აკისრებს გულშემატკივარი ფეხბურთელს, როცა ის მოედანზეა და ტრიბუნას როგორ არა. იმიტომ რომ მოდის იმ 2 საათი რომ უნდა შეხედოს, ისიამონოს. იმგან ვერ მაიცის ფეხბურთი და აი რო დადიხარ, როგორ შეიძლება რომ მაყურებელი რომ მოდის და რა შეგიძლია იბრძოლე თუ მოიგებ. ხო კარგი და თვარა და ახლა წაგებით ახლა გუნდები აგებენ, მაგრამ ახლა თუ არ ხარ მომზადებული და ვალეშიკი მოვა და შენ სიარულში გინდა ფეხბურთი თამაში, ასე ის აღარ მოვა მე. აღარ მოვა ის. აღარ მოვა, მიტოვა ცარიელები, ბიჭები ბრძოლობენ, მაგრამ რაღაცა ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ უკვე სხვანაირად ერთობიან რა ვალეშიკები. დღეს როგორ შეაფასებთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონეს, როგორ ფიქრობთ? როგორია? როგორ გითხრათ, ახლა ეროვნული ჩემპიონატი, ბრძოლობთ, შრომობთ. თავები ვიზდება, მაგრამ რა ხდება, იცი, ქართველ ხარს უნდა ყველა გუნდი UEFA-ში ხო გავიდა საკვალიფიკაციაზე გადასდა. ამას ითხოვს ქართველიერი. ხო, მაგრამ ხო სამართლიანი მოთხოვნა, აბა ის თამაშობ თუ ევროსარბიელზე არ გავიბწყინეთ. ხო და აი ეს რომ მოხდება, აი მე ნახოთ ვინც გავა, რომ თუ არ იყოს ვალეშიკები. ხო. ეს სამართლიანი მოთხოვნა არის და მე მგონია უნდა ვქნათ რა. იმიტომ რა ვიცი, დიდი ხანია უკვე რამდენი წელი გევიდა და ვერ ვშოვით. ან ერთზე, ან მეორეზე ერთ ეტაპს თუ გადავლახავთ, მეორე ეტაპზე გამოდივარ და მე მგონია გამოჩნდება ისეთი გუნდი, რომ ქართველ მაყურებელს და ქართველ ბალეშიკებს გაახარებს.
Აი ეს ტენდენცია თქვენ როგორ აფასებთ, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა არ ვცნობ რომ ყოფილი ფეხბურთელი არსებობს აი ესეთი ცნება, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს დღეს აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ ევროპულ კლუბებში გადავიდნენ, გაიზარდნონ როგორც პროფესიონალები, თუნდაც ფინანსური კუთხით იყვნენ გაცილებით უზრუნველყოფილები, ერთის მხრივ დადებითად აფასებთ თუ ცუდი კონტექსტში განიხილავთ, რომ ამით ჩვენი ჩემპიონატი სუსტდება და კლუბები. მე ვიტყვი რომ არის გუნდები, რამოდენიმე გუნდი კარგი პირობები აქვს. რამოდენიმეს არ აქვს პირობა. და საერთოდ ფეხბურთში ყველას უნდა კონდეს პირობა. ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პროცესი, ხელფასები, ეს რომ დაინტერესდეს ფეხბურთელი, რომ დღეს ისეთი ცოტა თული ცხოვრება ერთ-ერთს ვარ იღებს ფეხბურთელი, ფულს ის აი ეს ფეხბურთს გითამაშებს. ალალაბ თქვათ რა, ასეა, ხო? და 2 და 3 გუნდი, რო და 3 და 4 გუნდი როა კარგად, ის კი არიან ლიდერობენ, მაგრამ კონკურენცია აღარაა მე. აღარაა ის. რო ხდება იმას, ისე ადვილად იგებენ ის გუნდები. და საერთოდ თუ ფეხბურთში კონკურენცია არაა და უფრო მეტი მოთხოვნა არაა და უფრო მეტი სიძლიერე არაა, მე ქეჩანს UEFA-ზე რო გავდივართ, იქ საკვალიფიკაციო თამაშებზე იქ. წელს მოლოდინი არ გაქვთ ხო რაღაც რა? ჩვენი ხელწერით სასწაულებს გავაკეთებთ. ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. კარგით. ახლა რომ იყოთ იმ ასაკში, თამაშობდეთ ფეხბურთს, გოლები რომ გაქონდათ და გაქონდათ. რომელ კლუბში წარმოიდგენდით საკუთარ თავს? სად ითამაშობდით? ცხადია საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთოდ მიყვარდა ჩემ ბავშვობაში მილანი. მილანი მაშინ კარგი გუნდი იყო. მილანი და ბრაზილიის ნაკრები მიყვარდა. და ახლა მის მერე მილანი და რო ჩავარდნა რო დაიწყო და ვერშობა ჩაულებრივად აი დავდები და ჩემპიონთა ლიგას ვყურობ, აი თამაშ რა. აი თამაშ, მაინც მილანისკენ და მილანი ჯერჯერობით ვერშობა და რეალი და ბარსელონა ეს ყველას ოცნების გუნდია კი. ყველა დროის ყველაზე დიდ ფეხბურთელად ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოს მასშტაბით? რონალდინიო. რატომ? ის თავისი ცეკვა თამაშობდით. ის ფეხბურთელი კი არა დგამდა რა ცეკვავდა, მოცეკვავა იყო, დღეს დგამდა. ის იყო ფანტასტიკა ფეხბურთელი. თავისი ხელწერით. თავის ხელწერით. მე მგონია არ ვიცი რა, მაგაზე სილამაზე რა, ყველაფერი რა. ძალიან დიდი იყო რა. და ჩვენ სამშობლოში რომ გადმოვიდეთ, ჩვენს პეტრკრულ სამშობლოში ვინ მიგაჩნიათ ყველა დროის ყველაზე დიდ ფეხბურთელად? როგორ ფიქრობთ? დიდ ფეხბურთელად საქართველოში თამაშობს ახლა თუ რა? ანუ ზოგადად თუ გინდა აღარ თამაშობდეს, ანუ ჩვენ სამშობლო, ჩვენს ქვეყანაში საქართველოში ვინ მიგაჩნიათ ყველა დროის ყველაზე დიდ ფეხბურთელად? თუნდაც ქმედითი, თუნდაც კარიერა დასრულებული. კარიერა დასრულებული ახალგაზრდა არის დიდი ფეხბურთელი, 2 ჩემპიონთა ლიგა, თან პენალი დაარტყა. იმ ხელადობა ჰქონდა, რომ პენალი დაარტყა და 2 ჩემპიონთა ლიგა ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. თავის დიდი შრომით, კალაძის ისტორია ვიცი, და თავის დიდი შრომით უყურეს სად ითამაშა ფეხბურთელი, უყურე შრომა, მილანში ითამაშა, რონალდინიოსთან ითამაშა. არ იყო ასე. და ქმედითებში ვინ მიგაჩნიათ? თუ არ გყავს დღეს ესეთი, ვინც რაღაც კვალს დატოვებს, ვისაც გულშემატკივრობთ, თან ფიქრობთ, რომ რაღაც გვასახელებს. ზოგადად არა. კარგით, დავტოვეთ სამტრედია, შემდეგ მოდის მარგვეთი, შემდეგ გადიხართ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ოდიში, გურია და ჩხირიმელა. ამ წლებს როგორ გაიხსენებთ? და ესეთი ყველაზე პროდუქტიული წელი რომ გქონდათ და ყველაზე მეტი გოლი რომ გაიტანეთ. დიდი ყველაზე იყო 95-96 წელი. აი დღედაღამე ვარჯიშობდი რომ აი გოლის გატანა ვიცოდი, მაგრამ მინდოდა რომ უფრო კარგად მესწავლა. და დიდება იყოს უფლისნება იყო ყველაფერი, რომ მე ის 40 გოლი შევაგდე. ბიჭები თელი გუნდი ვიყავით ჩეკრული. აი თელი ერთი ოჯახი ვიყავით და რომ დავიწყეთ და წარმატებული წელი გამოვიდა რა. და გიხსენე მეორე მოცეკორს. თითქმის 2-3 გოლი ხანდახან ჩერდებოდი, ხო იცი, მაინც ქართველები ვართ, იგი 4-0, 5-0 იყო ჩერდებოდით. და ეს დამიჯდა ძალიან დიდ შრომად რა. ჩერდებოდით რას ნიშნავს? როცა იგებდით დიდი უპირატესობით აღარ ხო რა.
ეგ შეიძლება აკონტროლოს ფეხბურთელთა თავდასხმა. და მწვრთნელი რას გეუბნებოდა თქვენ? არა, მწვრთნელიც როგორ ახლა როცა 4-5-0-ია, მაინც ხოიცი. ხდება მას. საინტერესო. 40 გოლი იყო ყველაზე ესა. ან ჩვენ უნდა გასულიყავით UEFA-ზე. ან ეს უნდა გასულიყო მეტალურგი. ან კიდე ფოთის კოლხეთი. დიახ. და იქ ნიჩიაზე ფოთის კოლხეთი გადიოდა და მე ბოლო მერვე წუთი იყო, რომ გადაჭა გააკეთეს, გამოვარდა ბურთი, მივიღე მკერდზე და შევაგდე გოლი. ეს იყო უფლისნება. და არ ვიცი მე ის ხელაბედნიერება არ გამისდია რა. და ოჯახში და საერთოდ რა ოჯახში რომ მივდიოდი, კითხულობდნენ, რომ მირეკავდნენ, რომ თამაში რაკენ ტელეფონով თამაში თუ მოგებული ვიყავი, ყველას უხარო და თუ წაგებული ვიყავი, ყველა იყო გაჩერებული. ანუ ისე განიცდიდნენ ოჯახის წევრები თქვენს წარმატებას და წარმატებას. თელეგრამი არ მინდა თამაში დავაგებდით, აი თელეგრამი ვატრიალებდი იმ მომენტებს მეთქი იქ ასე რო ეკრანი. გადავაკელი. აი თელი გუნდის მომენტებს. და ამით ცხოვრობდით ჩვენ, ფეხბურთით ცხოვრობდით. ფეხბურთს თუ არა აქვს, რომ აი თამაში რო წააგებს ან რომ მოიგებს, რომ აი რამოდენიმე 1 საათით რო იფიქროს, რომ აი დღეს რა გავაკეთე, აი როგორ გავაკეთე, რა შემეშელა, რა გამომივიდა კარგი. აი ეს უნდა კონდეს ყველა ბავშვს, დიდსაც, ფეხბურთელსაც, რომ უნდა განიცდიდეს იმ სიხარულსაც და იმ წაგებულ თამაშსაც. თქვენი მთავარი მწვრთნელი მაინტერესებს, ყოველთვის ემორჩილებოდით მის შენიშვნებს და თქვა ტაქტიკას თუ გქონდათ ხოლმე ესეთი მომენტები, როცა ერთპიროვნ უნდათ იღებდით გადაწყვეტილებას და საერთოდ შეგიცვლიათ თამაშის ხელწერა? საერთოდ რა იცი ვარჯიში თქვენს ყოველთვის უჯერებდი. და ასია საერთოდ ესე გასწავლის როგორი რა თამაში თამაშობს, წეტევის თამაშობს, დათვის თამაშობს, მაგრამ თამაში რო გავიდოდით, იქ უკვე მე მქონდა შეუძლებლობა ჩემი ისა, რომ რა მომენტში და რა სად ვიყავი, როგორ ვიდექი, სადღაც წავსულიყავი, აქ უკვე მწვრთნელი ვერ გეტყვის შენ. მწვრთნელი აქ შენ თვითონ უნდა წამებში უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო. მაგრამ ამას მივდივართ ვარჯიშიდან და მე იქ ვამატებ ჩვენი ფანტაზიის იმას კი. და ეს გამოდიოდა კარგად, საერთოდ. იმიტომ ძალიან სწრაფი ვიყავი და ძალიან სწრაფად შევდიოდი სმოწყულება ჩემელო, უცებ გადაწყვეტილება ჩემელო და ესაა ფეხბურთელიც სწრაფი გადაწყვეტილება. მოწინააღმდეგე კლუბების დაცვა როცა ხედავდათ, როგორი იყო ხოლმე მათი რეაქცია? მე დღევიხსენებ რა, მე რო ხდებოდი და დავამთავრე ფეხბურთ თამაში, მე კარიერას დაიწყეს რო ხდებოდი, ყველა მე ესა მწვრთნელი რო დაიწყებდა ლაპარაკსო, ოღონდ მაგან არ დაარტყას კარიერში რა. მაგრამ იმედი გაცრუებულები რჩებოდნენ ხო? იმედი გაცრუებულები იყვნენ. იხსენებენ რომ საერთოდ რა იცი, როცა გინდა ფეხბურთი რომ კარგად ითამაშო, უნდა იშრომო, დიდი შრომა უნდა ჩადო რა. და აგერ იმაცხის ყვარაცხელია. აი თაობას აქვს, ევროპის ბეჭედით შეუტყა პასპორტში. რომ თაობას მისცა შანსი ქართველი ფეხბურთელები თელესამყარომ გეიცნო. ლეგენდაა, მაგია ძალიან დიდი ფეხბურთელი. და უკვე მთელი ევროპის გუნდები თუ ვინმე წარჩინებული ფეხბურთელი გამოჩნდა ქართველი, უკვე იმდენს აღარ ფიქრობენ და ადვილად შეუძლიათ რომ წავიდოს და ენდობიან ქართველ ფეხბურთელებს. ეს უკვე დიდი ის გააკეთა ყვარა რა. იცით რა მაინტერესებს ბატონო ზვიად, როგორი იყო თქვენი ემოციები ევროპის ბუცის მფლობელი რომ გახდით ოქროს ბუცის და რო გაიგეთ? დაუჯერებლად მოგეჩვენათ, დაიჯერეთ? მაგი 3 წლის მერე გემიგე მე. ლანჩხუთში თამაშობდი და ამერი იყო მაშინ გუნდი. და იქ ჩავედით მწვრთნელმა თქვა რომ 1.5 საათი გეიარეთ, გამეიარეთ რომ თამაში სანამ მოემზადებით და ვიღაცა მოდიოდა შავარ კოსტუმში კიდევ და იგივე მოორებ და ზვიადენდელაძეო მანახეთო და მეთქი არ ვიცი რომ ამ პიროვნებას და ნეტავრავდა და მე შევეკითხე და იმან თქვა რომ ხან ხართ ოქროს ბუცის სიაში წერი ხარ და ახლა ფეხბურთელი და ხო აი ქრო სურათი გადავიღეთო. გამიკვირდა, არ ჯეროდა. მაგრამ მე ჩამოვედი ტელეფონ საიტზე რომ შევიდე
გუგლში და იმაში ყველაფერი ამოყარა რომ და წარმოიდგინე იმ ხელა ბედნიერებაა რომ აღებული არ მაქვს არ იყო მაშინ გაცემა და იმ ხელა ბედნიერებაა რომ იმ ხელა ვარსკვლავებში ჩემი გვარი ზვიადენდელაძე წერია რომ გახორციელდე სახა თქვენთან მზარი და მაშინ თუ კი არ გადმოგეცათ და დადგეს დღის წესრიგში რომ აი ახლა უნდა მოხდეს თქვათ ეს ცერემონია და ვინც მაშინ ვერ მიიღო დღეს უნდა დაფასდეს როგორ წარმოგიდგენიათ ეს არ ვიცი ალბათ ჩემზე ბედნიერი არ იქნება ადამიანი მაგის რო გახორციელდეს ასლაპარა ეს ტიტული რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი კარიერის გვირგვინია თუ გვირგვინია ჩემი კარიერის გვირგვინია ახლა ხო იცი გვირგვინო ხო ასევე ესეც მტკივნეულ თემას უნდა შევეხოთ ალბათ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება ნაკრები საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას თქვენ შემთხვევაში ალბათ ესეც დანაკლისად ითვლება შემთხვევაში სამტრედიაში რომ თამაშობდი გამომიზახენ სინძე და გორში კონდა თამაში და გამამტრიენ და მუხლი გამისივდა და მე ხარ წავედი ეს იყო გამოძახება და სხვა შანსი აღარ ყოფილა სხვა შანსი კიდე გევიხსენებ რომ სისტემაში რო ვიყავი მეუღლე მოვიყვანე და ნორა კიდე იყო და გვიძახა მე გიან ნადირაძე იყო რომ ტორპედოში გადმოდითო შენთან სათამაშოდ და დავწავედით სოფელში და რო დავაპირეთ ჩამოსვლა ზესტაფონში გადავწყვიტეთ რაღაცნაირად იმიტომ რომ თელი ვინც იყავით გდანის აკადემიაში იქ წაგვიყვანეს და აკრას ოდიში ამ სიტყვაზე მივდიოდით ბორჯომში პირველ ბორს ბორჯომში და სუნკით მოვდივარ და ნორა კიდე დამხვდა რაშობი არ მოდიხარო და მეთქი ამ ხელა კაცი ასლაპარაკო ამ ხელა ბუმბერას ნაკრების და თან მითხრა გახსოვს შენი ოცნებაო 3 წლის უკან რო თქვი შეიძლება მე ნაკრებში თამაშო ბაღდათიდან რო წამოგიყვა წარხვედი და მე ახლა წამოდიო ქუთაისის ტორპედოშიო თან ვითამაშე და თან ნაკრებში გათამაშება ამჯერად რა მოხდა? ამჯერად ახედე იმას ვთქვათ ავტობუსთა ბიჭებმა შემოდე ხელს და ყველაზე დიდი შეცდომა გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში რომ ამ ხელა ადამიანს მოვიდა და წამოდიოდა მე და უარი უთხარ და ეს ამას მაშინ ვერ მივხვდი და მე რო ვიფიქრე ეს რა გავაკეთე გამოდენიმე წლების მერე მივხვდი რომ თქვენ რო თქვით რომელიც ჩემი ფეხბურთის დათვი თამაში აკლია ნაკრები და უკვე გვიანი იყო რა ანუ რადიკალურად შეიძლება და სხვაგვარად განვითარებული იყო თქვენი საფეხბურთო კარიერა ხო შეიძლება მასე ყოფილიყო მე რო წასულიყავი თითქმის შეიძლება ყველაფერი უფლისდება და რა მოხდებოდა არ იმარიც დღევანდელი გადასახედიდან ის უარი თუნდაც აი ეს ტრამვა ამებს რო იხსენებთ უბრალოდ ასე იყო გადაწყვეტილი სადღაც და იმიტომ მოხდა თუ როგორ აფასებთ თქვენ საფეხბურთო კარიერას მასე ვაფასებ როცა ასე უნდა მოგწარიყო როგორც იტყვიან ასე უნდა მოგწარიყო და ასე მოხდა შეიძლება რაღაცა მაგრამ ალბათ მასე უნდა ყოფილიყო კარგით, ფეხბურთი მაშინ არეულობის, ომიანობის პერიოდში და შემდეგი სიცოცხლე როგორი, აი ჩვენი ჩემპიონატი. აი როგორ აფასებთ იმ პერიოდს? გაიხსენეთ სამტრედია, როცა ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, არეულობის დროს ქონდა ქართულ ადამიანს მოლოდინები და სიხარული, საფეხბურთო სიხარული რომ დადიოდნენ, ხო, თამაშებზე? დადიოდნენ. კი. ომი იყო. დიდი ომი იყო და თითქმის ტრიბუნები მაინც ზოგადად ყიფსებოდა. და რო გითხრათ რომ ახლა ხელსაგვიშლი და როგორ არა. ეს ურჭიდა. და ხალხი მაინც დადიოდა ფეხბურთზე. და თამაშობდით და ხალხი მოდიოდა მაინც ახაცა იმუხტებოდნენ და უხაროდათ. და ძალიან დიდი ქართული ფეხბურთი ამ მომმა ძალიან დიდი უკან დაახია ქართული ფეხბურთი. და მაგი ომი რო არ ყოფილიყო შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ყოფილიყო ქართული ფეხბურთი რა. ასე ფიქრობ? ასე ფიქრობ მე. მე წარმოიდგინე
92-დან 14-15-16 4-5 წელი ყველაფერი დაინგრა, არაფერი არ იყო, საჭმელი ჭირდა, ყველაფერი ჭირდა რა თითქმის. და როგორ თამაშობდით ფეხბურთს, ახლაც მიყვარს. და 3-4 წელი ქვეყანა უნდა წასულიყო წინ და აქ კიდე ჩვენ ომი და იგრეოდა ყველაფერი რომ მოყოლებული, რა ვიცი, რამდენი ის გადავიტანეთ ქართველმა ერმას. ჯერ რუსეთი და მერე სამოქალაქო ომი და ეს ხო დამანგრეველი იყო საერთოდ. ერთმანეთს არ ვიდოდით ქართველი ეს როგორ შეიძლებოდა. ხო. ეს ისე ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ აი მაშ სიყვარული უნდა ყოფილიყო, როცა ერთმანეთს ებრძოლდნენ და ახდებოდა იქ იცით. ხო, თან დღეს 9 აპრილია. ხო, 9 აპრილი. და დაგვიწყდეს დიდება გმირებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოლდნენ. ნამდვილად. მოგონება იყოს იმათი და ბატონო ზვიად, ყველა კლუბმა ალბათ რომლის ღირსებას იცავდით თქვენზე გავლენა მოახდინა ხო, როგორც ფეხბურთელის გაზრდაზე. თუმცა ყველაზე პროდუქტიულად, ყველაზე ორგანულად, ყველაზე კარგად რომელ მათგანში გრძნობდით თავს? თითქმის ესეთი ფეხბურთელი ვიყავი, აი სადაც თამაშობდი, ყველგან კარგად ვიყავი. ყველგან კარგად ვიყავი. იმიტომ რომ ხალხს უყვარდი. უყვარდა ჩემი ფეხბურთი და შრომა უყვარდა. თამაში უყვარდა ჩემი. და ყველგან კომფორტულად ვგზნობდი თავს. გინდა ზუგდიდში შეიყეთა. გადასარევი მაყურებელი, ლანჩხუთში გადასარევი, ზესტაფონში გადასარევი. სადაც თამაშობდი, ყველგან უყვარდი, ყველა. ერთი იმაში წდება რომ ისე მოვჭი ფეხბურთს რომ არც ერთმა გუნდმა არ გამათიშა. და არა უშავს მაგი ხდება. საჯები გაბრაზებდნენ? არა. თუ იქეთ აბრაზებდი? არა, საჯებს საერთოდ ისეთი ფეხბურთელი ვიყავი. არა ბრაზებდი. არა. ის წვიტავდა ის. ახლა წარმოიდგინე რამხელაძეები და ტექნიკა და მაინც ცდებიან საჯები. ხო, ვარის დანერგვას როგორ უყურებთ თქვენ? დღეს აი ვარის დანერგვას როგორ თქვა ხა? ხო, დადებით კონტექსტში ხედავთ, უარყოფითში ხედავთ, თამაშის ტემპს აგდებს, ისიც რო გაშიფრო, ამასაც ცოდნა სჭირდება თუ აი როგორი არის ეს თემა? უფრო რო გითხრა ახლა რა ხდება, იცი? უფრო სამართალი ხდება. სამართალი ხდება. მაშინ საჯები ახლაც გეწყვიტავენ საჯები, მაგრამ მაშინ უკვე რამდენი გადაწყვეტილა და რამდენი ამ უქმებიათ. უფრო სამართლიანი არის რა, ჩემი იმითი გადასახადით უფრო სამართლიანია, რომ შეხედავს იყო, არ იყო, იყო პენალი, იყო გოლი, იყო ნეგრი, იყო თუ რაღა იყო, უფრო სამართლიანი გახდა რა. და კარგია რა, მე ჩემი გადასახედიდან კარგია, რომ არც შეიძლება აი იმის საჯით შეიძლება თქვა ის დარბის ბრძოლის შრომოს იმ საჯის, მაგრამ ისე შეხედა. იყო გაფორმება ფეხბურთელები არ ვიყავით ისეთ ფეხბურთელები რომ ვაფორმებდით ამ თქვენც აფორმებდით? ხანდახან ვაფორმებდი, ხო. ისე ვაფორმებდი და ისე ჩანდა. ახლა უკვე ვარი როა, რაც უნდა გააფორმო, უკვე არ იჯება ის გუნდი. სამსახიობო ნიჭი რჩება იქ. ხო. ამათ ხდება ესეთ მეტი გაფორმები, მაგრამ ფეხბურთია და ემოციები ძალიან უხდება ხო, ალბათ ფეხბურთი ხო ემოცია. კი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გოლს გავიტანთ, რა წარმატება გვექნება, სამწუხაროდ დგება ისეთი მომენტი, როცა კარიერა სრულდება ხო საფეხბურთო. ეს განშორება როგორი იყო? ყველაზე რთულია. ყველაზე რთული არის ფეხბურთის გაშორება. ფეხბურთელება ყველაზე ადვილი რა არის? ფეხბურთელება აი შრომაზე და შენიმაზე დამოკიდებული და აი განშორება მე არ ვიცი, გეგრევა ყველაფერი. აი თითქმის ყველაფერი გენგრევა. ფეხბურთი არ მომიდიხა. და მასე მოხდა ჩემში. ბოლო მატჩი ვის წინააღმდეგ ჩაატარეთ, ალბათ გახსოვთ. არ მახსოვს. არ მახსოვს. მეგონა გაიხსენა. არ მახსოვს. მოგითხრა ხას. ლანჩხუთში თამაშობდი და არ მახსოვს. მაგრამ ის განცდები გახსოვთ, როგორი რთული იყო? როგორ რთული იყო ის მახსოვს. ახლაც მახსოვს, ახლა მტკივა. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მწვრთნელობა დაიწყოთ? ანუ ეგრევე მოხდა თუ არა, 2-3 წელი გავჩენდი. და მე დავიწყე მწვრთნელობა. გამიჭირდა მწვრთნელობა ბავშვებთან მაინც. რა სირთულეებს წააწყდით თავდაპირველად? თავისებურად ხო იცი, აი ასწავლებას და იმას. ის შეყვარება ბავშვის ფეხბურთის იმის ეს ზოგადად ფეხბურთს თამაშობ.
ფეხბურთელი ხო ჩვენ მიჩეული ხართ აი გამზადებული ხო ცოტა გიადვილდება და იმას შემნაასწავლო თავიდან როც ბავშვი სწავლობს აიას ფეხის ადგომას რა ამ თაობაზე მაინც რას მეტყვით კი ამბობთ ცოტა ზარმაცები არიან მაგრამ რა გეგმები გაქვთ ამ ბავშვებთან ერთად და რამდენად გაიზრდებიან ვარსკვლავის ბიჭუნები როგორ ფიქრობთ აი ჩემი მოსწავლეები მიყვარს ძალიან აი რომ გამოვდიართ ყველანაირად შვილებიცა ბაბუაც ვარ ყველაფერი ვარ და აი მინდა რომ იშრომონ და ითამაშონ ფეხბურთი შეუძლიათ მაგი და რატო კარქავენ სულ ამას უხსნი არც ერთი დროს არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება რომ გახსნილია ევროპა გახსნილია საქართველოსაც კარგი ჩემპიონატია ყველაფერი მაღალ დონეზეა უკვე თითქმის გუნდებში იმატებს პირობები და ითამაშოს რაც უფრო მეტი მოემზადება ითამაშებს ხო დაიწყებს ქართული გუნდიდან და შეიძლება იმდენი იშრომოს უნდა იშრომოს იმდენი რომ აი გაუმართლოს და ევროპაში ითამაშოს და თავის ცხოვრებას სანამდე ითამაშებს ხო თავის ცხოვრებას ეიწყოს ხო უბრალოდ ევიღოთ ახლა სამსახური აი ნებისმიერი სამსახური ევიღოთ მაქსიმალური ხელფასი 1500-2000 ლარი ხო და მიდიხარ 9 საათზე და მოდიხარ 6 საათზე ფეხბურთში არის ორი ვარჯიში მე შენ თუ დაამატებ თან სიამოვნებს თან გიყვარს თან ყველაფერი გაქვთ გაჭმევენ გასმევენ ფორაცმევენ ყველაფერი აქვთ რა და მოდი ვითამაშონ ჩემმა მოსწავლეებმა ყველა ბავშვმა იშრომონ ნიჭიერები არიან ზოგადად ძალიან ნიჭიერები არიან უცებ ითვისებენ მაგრამ ეს სიზარმაცე ეს გართობა კი საკმარის ზოგადად უნდა მოკიდონ ხელი მაგრამ ზედმეტად არაფერი არ შეიძლება ზედმეტად სიყვარულიც არ შეიძლება ხო რა თქვა ზომიერად ყველაფერი კარგია რა და უსურებ რომ დამიჯერონ და იჯერონ თაობამ მომავალმა თაობამ ჯერ ქართველი უნდა გეიზარდონ და მე ფეხბურთს ითამაშო და მე მგონია ასეთი ჩემი სულ მაგას ველაპარაკები ყოველ ვარჯიშზე ყოველ თამაშზე სულ ყოველთვის ვთებით ბიჭებო დამიჯერეთ და ითამაშეთ ფეხბურთი და თქვენი მშობლები გაახარეთ თქვენი მეზობლები გაახარეთ ქართველიერი გაახარეთ და მე მგონია დამიჯერებენ ჯერ პატარები არიან ფეხბურთი რომ არ ყოფილიყო თქვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი და მადლობა უფას რომ აი ფეხბურთი ვითამაშე ახლაც რომ აი რომ თამაშობ აი ბავშვებში ერთად თამაშობ არც იქან არ მიყვარს ბავშვთან წაგება დომინირება მიყვარს და ასე ერთმანეთს მიყვარს ერთმანეთს მეფერებით და რო დავარტყამ თქვათ რო გევიტან რა ხერა გოლი შევაგდებ უძახით და რო დავარტყამ დავაცინე მასე ურტყამ დამიძახებენ მასე ურტყამ შენ და ასეთი სიყვარული აი ბავშვი უნდა უყვარდე ის ყოველთვის წამოჰყოფა არა შიში არა ეს სიყვარულით გააკეთებია ყველაფერს თაობა იმისანა რომ აი სიყვარულით თუ გააკეთებია ყველაფერს და სადაც ზოგადად სიყვარულით არის ცხოვრება თუ ეს სიყვარული ყველანაირად უნდა ყველა ადამიანი ყველაფერი უნდა გიყვარდეს რა და აფასებდეს შეიძლება რაღაცა მიხაცამ გაწყენიოს მაგრამ არა უშავს მიუტევე და მოგეტევება რა ეს არის სტრესი ბატონო ზვიათბიძე დღეისათვის დაგემშვიდობებით ქუთაისმა როგორ მიგიღოთ და ეს ქალაქი რა არის თქვენთვის რომ მითხრათ ქუთაისი არის აი მამაქალაქს უძახია რა აი მართლა ისეული ქალაქი გემრიელი აცური სიყვარულის ქალაქია რა და ბედნიერი ვარ რომ აქ ბინა და აქ ცხოვრობ და ყველას მეცმა გაუმარჯოს და ერთმანეთი გვიყვარდეს თელ ქუთაისს და თელ საქართველოს და ქართველიერი პატრიარქმა რო თქვა გადავრჩებით და ბედნიერები ვიქნებით კარგად ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ გილოცავთ ისევ და ისევ დაბადების დღეს ბევრი თაობა გაგეზარდოთ გესწავლებინოთ ფეხბურთის სიყვარული
დამტკბარიყავით მათი წარმატებებით, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. წარმატებები უსურვოთ ასევე ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ჩემპიონატს, ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა კლუბების ღირსებას იცავენ და ალბათ ესე ველოდებით ხოლმე ხო, როდის ვიხილავთ 11 წელს არიან თუ არა ისინი ძირითად შემადგენლობაში და ალბათ ფეხბურთი არის ძალიან დიდი ბედნიერება დედამიწაზე, რომელზეც შეიძლება უკიდეგანოთ ბევრი საუბარი. დროებით დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ვისარგებლებ პირდაპირ ეთერით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოგილოცავთ ადრიანად, თუმცა იქამდე ბევრი დღეც არ დარჩა, თქვენც თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ ვინმე მოიკითხოთ, მიულოცოთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. საქართველოს აღდგომის დღესასწაულს და ღმერთმა ბედნიერი წელი ამყოფოს ქართველი ერის. და მშვიდობა და სიკეთე მიცეს ყველას, ტერს მოყვარეთ და სულას. დროებით დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. ნახვამდის ბატონო ზვიად. მადლობა და გის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის გადაცემაში უადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. ზვიად ენდელაძეს მასპინძლობდი, მე ნანა თავდორაძე ვარ, ლიკა ჩოგოვაძე მუშაობდა კადრს მიღმა. ღიმილიანი და ბედნიერი დღე მისურვებია თქვენთვის. დაგემშვიდობებით, ყველამდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.